სოფლიო პოლიტიკურ წრეებში მიესალმებიან და მხარს უჭერენ ძალისხმევას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ამ ეტაპზე მხარეთა შორის ორკვირიანი დაზავება გაფორმდა. დიდი დღეა სოფლიო მშვიდობისთვის, ირანს შეუძლია რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ყველანაირი მარაგით შევავსებთ და უბრალოდ შორიახლოს ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წავა. ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა, წერს ტრამპი. მისი მტკიცებით შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას. რა დააშავა მსოფლიომ, რომელმაც ამხელა ზარალი ნახა, როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ისე ეკონომიურად. ვინაგებს პასუხს ომის შედეგებზე და იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯებზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში დამყარდა. სვამს კითხვას ისტორიკოსი შალვა თავაძე, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრთან კომენტარი გააკეთა. პაკისტანის უშუალო ჩართულობით გარკვეული ორკვირიანი მშვიდობა შეიძლება ასე ითქვას. მყარდება მეომარ სახელმწიფოებს შორის, თუმცა აქ ერთი კითხვა ისმის დამყარდა მშვიდობა კი საერთოდ? ანდა თუ დამყარდა მშვიდობა, საზოგადოებას ალბათ უნდა აინტერესებდეს რის ფასად მყარდება ეს მშვიდობა ჯერ ერთი და მეორეც რაღაც უშუალო სტანდარტი დამკვიდრდა მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში ომების შეფასებასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ გვახსოვთ საქართველოს რუსეთის ომი 2008 წლის ომი, როდესაც ორივე მხარე საქართველოს ცალკეზე იმობდა გამარჯვებას ამ ომში და რუსეთის მხარე ცალკეზე იმობდა. ახლაც დაახლოებით იგივე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც დამთავრდება ეს ომი, მაგრამ წინასწარ თითქოს ხედავ რაღაცას, რომ ორივე მხარე იზეიმებს გამარჯვებას, როგორც ისრაელ-ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ირანის მხარე. ხომ ორივეს თავისი კოზირები ექნება ამასთან დაკავშირებით და მე ვკითხულობ ერთ რამეს, კი მაგრამ რა დააშავა მსოფლიომ, როდესაც ამხელა ზარალი ნახა, როგორც ფიზიკურად, ადამიანურ რესურსის მოხდეობაში, ისე ეკონომიკურად და საერთოდ როდის დამყარდება ახალი სტანდარტი, როდესაც არა მარტო გამარჯვებული გაასამართლებს დამარცხებულს, ეს ერთია. და საერთოდ ვინ აგებს პასუხს მერე ამ ომის შედეგებზე. რუსეთ-უკრაინის ომს თუ ავიღებთ, აქაც ორივე მხარეს უნდა გამარჯვებული გამოვიდეს და ასეთი რამ არ არსებობს ზოგადად, აქაც ორივე მხარეს უნდა გამოვიდეს გამარჯვებული და მე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როდესაც დამარცხებული ფაშიზმი გაასამართლეს გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა. აქ ვინ მის გაასამართლებს და ვინ აგებს იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯებზე პასუხს, რომელიც დამკვიდრდა ჩვენ და სამწუხაროდ მსოფლიო პოლიტიკაში. მე მჯერა რომ საზოგადოება ამას სწორად შეაფასებს და სწორად განსაზღვრავს საქართველოს საკითხსაც, საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობასაც აღნიშნულ ვითარებაში. პასკას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო ჩემთვის, თითოეული ქრისტიანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ პასკა როგორც ხატის პური ესია წოდებული და გოლგოთას განასახიერებს. პასკას დიდი ხანია ვაცხობ, ალბათ ბავშვობიდან უფრო. დედა ამზადებდა საუცხოო პასკებს და მას როცა უყურებდი, მეც მიჩნდებოდა სურვილი რომ ესწავლა. დროთა განმავლობაში მეც დავიწყე დამოუკიდებლად ამის კეთება და უკვე აგერ მეოთხე წელია, რაც გავავრცე და საჯარო გავხადე. ანუ ვამზადებ სახლში და ვყიდი. თვითონ პასკის მზადების პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის. აი როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიყო, სიმშვიდეს ვნახულობ ამაში. არ არსებობს მომენტი, როცა შემიძლია ვთქვა ამის გაკეთებაზე უარი. და ეს კეთილსურნელება, რო იჟღენთება სახლში, რა ვიცი, რაღაცა განსაკუთრებული სიხარული მოაქვს, ალბათ იმიტომ, რომ
გრძნობთ აღდგომა გვიახლოვდება. წლევანდელი წელი ცოტა რთულად დაიწყო აღდგომის მარხვის ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა. ყველასთვის ძიმე მომენტი იყო ეს და ჩემზე ძალიან იმოქმედა. არა მარტო ჩემზე, ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილი იყო ეს. ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, რომ წელს არ გავაკეთებდი არაფერს, მაგრამ მისი სიტყვები, რომ აი აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული და ამაში ყველა ადამიანმა წვლილი უნდა შევიტანოთ. წინა წლებთან შედარებით წელს შეიცვალა ჩემი პასკის რეცეპტი და ემატა რამოდენიმე ინგრედიენტი. ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით წლევანდელი პასკები ბევრად უფრო კარგი გამოვიდა. ბევრჯერ მithქვია და დღესაც ვიტყვი, რომ პასკა უნდა იყოს პასკა და მას არ უნდა ქონდეს გაფორმება, მაგრამ უამრავი მომხმარებლიდან გამომდინარე და მოთხოვნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ დეკორით დამეწყო გაფორმება. არის როგორც დეკორატიული პასკები, ასევე ჩვეულებრივი კლასიკური პასკები. გემოს რაც შეეხება, არის ნოტიო და სასიამოვნო მისართმევი. სულ იმის შიში მაქვს, რომ აი სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის. მგონია, რომ ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მინდა რომ იყოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ინჯავენ და მეუბნებიან, რომ კარგია, მაინც ეჭვმეპარება, ვფიქრობ, რომ აი უნდათ მას სიამოვნონ, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად ვერ მოგატყუებს. არის კრიტიკა, არის დადებითი ემოციები. მე ყოველთვის მომხრე ვარ ჯანსაღი კრიტიკის. ბევრჯერ მიმიღია რჩევები, აი არის მომენტი, როცა შეიძლება სიტყვა აკლდეს, ვიღაცას ტკბილი უყვარს, ვიღაცას ნაკლებად ტკბილი. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავითვალისწინო თითოეული მომხმარებლის რჩევა და შევიტანო ამაში ცვლილება. მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული, გისურვოთ ჯანმრთელობა, ხნეობა, დიდხანს სიცოცხლე და აღდგომის სიხარული, რაც მოაქვს ჩვენს გულებში, აი ეს არასდროს ჩამქრალი იყოს და სულ გქონოდეს. დიდი დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს და ის სიტყვები, როცა ითქმის, რომ ქრისტე აღსდგა და ნამდვილად ჭეშმარიტად აღსდგა ჩვენში და ჩვენს გულებში. გავალს და ესწრით. ზესტაფონში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებთან მისასვლელი ცენტრალური გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა გაიწმინდება და მოიხრეშება, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ შეძლოს გადაადგილება. სამუშაოები დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. უკვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეა უკვე ახორციელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში და ასევე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას და კეთილმოწყობას. დღესაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოები.